ვთქვათ, პროტესტთან დაკავშირებით ხედავთ, რომ არის ცირია თუ რაც არის, გუშინ მაგალითად გერმანიის ელჩი მივიდა, ხო, იქ მოშიმშილე პოლიტიკოსებთან. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით ეს არის საშინაო საქმეებში ჩარევა ჩვენი ქვეყნის, რომ ირღვევა კონვენცია. მე ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტი ვარ, ნაკლებად ვცდილობ ხოლმე რომ გამოვხატო. ამიტომ ხარ თქვენი მოწვეული აქ, რომ თქვენი აზრებია საინტერესო. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? მე ხა იურისტი არა ვარ, არ ვიცი ხა პროტოკოლი ამ ელჩების რაღაც, მაგრამ არ არის ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ამბავი რა, ასე ელჩები ასე რომ გამოსული იყვნენ რაღაცა და შიდა პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა არ ხდება ხოლმე რაღაცა თქოს აი წესიდან ამოვარდნას გავს და ჩანს რომ ეს ელჩები მხარეს წარმოადგენენ ამ შემთხვევაში და რაღაც აი გერმანიის ელჩს იგივე რომ გაეკეთებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, მაგას ამიტომ არა საქართველოში ნებისმიერ ქვეყანაში ელჩის ასეთი ქმედება იქნებოდა ამოვარდნილი რაღაცა წესიდან. მე ამას ხედავ რომ წესიდან ამოვარდნილი ეხლა და პროტოკოლი როგორ რამდენად დაარღვია და რამდენად კანონი უკანონია ეს მე არ ვარ იურისტი რომ ეს განსაზღვრო. მენის კონვენციით დაირღვა მაგალითად ამბობენ. ალბათ ვინც ამბობს ამას შეუძლია ეს დაამტკიცოს და ამ ყოველ შემთხვევაში ჩანს რომ ეს გარკვეული ქვეყნების ზოგი ქვეყნის ელჩი ხარს უჭერს ამ ოპოზიციურ მუხტის შენარჩუნებას. ისე როგორც მაგალითად ქალბატონი ბოლო ელჩი ხა უამრავ რაღაცა შედარებით უმნიშვნელო რაღაცებს აქვეყნებდა საელჩო საიტზე და როცა პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოცა მაგალითად საქართველოს მთავრობას თუ პრეზიდენტს დამოკიდებულების დღე ეს საერთოდ არ გამოაქვეყნეს მაგალითად კაიხანი არც მე მგონი ეხაც არა გამოქვეყნებული არ ვიცი ანუ ხო ესე იგი რაღაცა არის ეს ძალები როდესაც სურს აი ამ ასეთი ქმედებებით შეინარჩუნოს აქ საქართველოში ეს პროტესტის მუხტი, მაგრამ ისევ შესაკრებელთა გადაცვლილი ჯამი არ იცლება გამოვა ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ თუ ხალხს მოსახლეობის მეტყობა არ ჯერა ასე, ხა რაც არ უნდა ასე გარედან უბეროს სული, ამას ვერაფერს არ გააკეთებს.